დღეს არის შაბათი 20 დეკემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 7 დეკემბერი და დღევანდელი წმინდანების შესახებ ნაწილობრივ ვისაუბრე ეს არის წმინდა ევტიქიანუსი რომის პაპი ეს არის 54 საუბარი ეს არის წმინდა საბინუს პოლეტოელი ეს არის 325 საუბარი და ეს არის წმინდა ნილუს ტოლობენელი ეს არის 178 საუბარი და დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის ხსენება ეკლესიის ისტორიაში ეს არის წმინდა ამბროსი მედიოლანელი და კიდევ სხვა წმინდანების რომლის შესახებაც მინდა მოგკითხოთ მაგრამ ჯერ ვისაუბროთ წმინდა ამბროსის შესახებ ნუ რა გითხრათ სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ ამბროსის საუბარს მინდა გითხრათ რომ ბევრი სხვადასხვა წყარო არსებობს ბევრი მათ შორის როგორც ამბობენ ყველაზე კარგი წყარო თვითონ ამბროსის წერილებია ამბროსი წმინდა ამბროსი მედიოლანი ანუ მილანი ადრე ეს ერქვა ამ ქალაქს მედიოლანი და ანუ ავტობიოგრაფიული თავის შესახებ აქვს მოთხრობილი მაგრამ მაინც აი ამ ყველა პირველ წყაროში გამოირჩევა მისი უშუალო მოწაფის ეს არის წმინდა პავლინი წმინდანად არის ესე ჩერაცხილი წმინდა პავლინი მედიოლანელი რომელიც იყო მისი მოწაფე და რომელიც ძალიან კარგად იცნობდა მის გარემოცვას და სხვა შორის ეს პავლინი წერს ახლა ჩვენ დავიწყებთ ამის მე ეს ავირჩიე მაინც ეს ავირჩიე იმიტომ რომ კიმენია ფაქტიურად აი თანადროული ტექსტია და წავიკითხავთ მის შესახებ მაგრამ რა მინდა ვთქვა მანამდე რომ სანამ გადავწყვიტავდი რომ წმინდა პავლინის ტექსტი წაგვეკითხა ჩვენ და გვესაუბრა ამის შესახებ ლათინურად არის დაწერილი და რუსულად არის თარგმნილი შემდეგ და ეს რუსული თარგმანი გვაქვს ხელთ და სანამ პავლინის ტექსტს გადავწყვიტავდი ფიქრობდი რა უფრო მნიშვნელოვანია ამბროსის შესახებ რომ აი თქვათ ეს პავლინის ტექსტი რომელიც საუკეთესოა თქვათ ხო წავიკითხოთ თუ ავიღოთ რომელიმე ერთი მისი თხზულება და თუნდაც ერთი წერილი თუნდაც და აი წავიკითხოთ და ვისაუბროთ ამბროსის შესახებ მისი ნაზრევი და ვერ გეტყვით რომელი უფრო ინფორმაციული იქნებოდა ამბროსის შესახებ არ ვიცი უამრავი ნაწარმოები აქვს ვერც კი ჩამოგითვლით ეხლა თხზულებათა მთელი კორპუსი არსებობს მისი ასე რომ ჩვენ ახლა დღეს უნდა ვისაუბროთ უდიდეს მე ვიტყოდი მოვლენაზე ეკლესიის ისტორიაში ჩვენ თითქმის არ შევეხებით მაგალითად ნეტარი ავგუსტინეს თემას ამბროსის ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩვენ ნეტარ ავგუსტინეზე გვისაუბრია და იქ ქონდა ნათქვამი რომ მანიქეველი იყო ეს რაღაც არის საშინელი რაღაც ის არის გონების გადაცდომა აბსოლუტური და აი აქედან გამოიხსნა დედა დადიოდა ნეტარი ავგუსტინეს დედა დადიოდა ამბროსისთან და თხოვდა ესაუბრებოდა და რაღაც და თხოვდა რომ მისი შვილი გადაერჩინა და მართლაც აი ამბროსის გადარჩენილია ნეტარი ავგუსტინე და ვინ არის თან ეს ნეტარი ავგუსტინე მაგალითად ეს უდიდესი მასწავლებელი და მწერალი ეკლესიის ხო და აი ამბროსი ამაზე არ გვიქნება საუბარი ეხლა მოგიყვებით ვინ იყო ამბროსი ანუ მის ცხოვრების ფრაგმენტებს აი ეს არის შესავალი და ეხლა დავიწყებთ და მინდა გითხრათ რომ მე ვეცადე რომ თითქოს აი ახლოდან გვენახა ჩვენ რატო ამბროსი ესეთი დიდი აი მიუხედავად ამბროსი ალბათ უფრო ყველაზე მეტად მაინც უფრო დიდი არის დღეისათვის მისი თხზულებებით თუმცა ამბებითაც რომელიც მის შესახებ რომელმა ჩვენზე მთლიანად მოაღწია და მაშინ კი ამბროსი აი ამბროსი იყო რა ესე იგი ეს იყო უდიდესი პიროვნება და ახლა დავიწყეთ ესე იგი ჩვენ ვსაუბრობთ პავლინ მედიოლანელის
ცხოვრებაი წმინდისა მღვდელმთავრისა ამბროსისი ალბათ ქართულად ესე იქნება და იწყება ესე თავებათავ და არის არ თვითონ დაყოლთო არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავებათ არის დაყოფილი და ესე იგი იწყება იმითი რომ მიმართავს ნეტარ ავგუსტინეს პავლინი რომ წმინდა ავგუსტინეს თხოვნით და ლოცვა-კურთხევით შენ გინდა რომ მე დამავალო აღწერო წმინდა ამბროსის ცხოვრება ისე როგორც მაგალითად ათანასე დიდმა აღწერა ანტონი დიდის ცხოვრება ან ნეტარმა იერონიმემ აღწერა პაოლა რომაელის ცხოვრება ან თუნდაც სულპიციუს სევერუსმა აღწერა მარტინის წმინდა მარტინ ტურელის ცხოვრება ანუ ეს ცხადია რომ უბრალო ადამიანი არ არის ეს პავლინი და ეს ყველაფერი იცის შესწავლილი აქვს წაკითხული აქვს ჩვენ ეს თვითონ ჩამოთვალა მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს წაკითხული გვაქვს და სწორედ ეს ცხოვრებები რაღაც საოცარი მაგალითები აგიოგრაფიული მწერლობის ну ესე რომ ვთქვა ზოგადად და აი შენ მე მავალებ ამას აი ესე იწყება ეს საუბარი და არ ვიცი როგორ შევძლებ ამის გაკეთებას იმიტომ რომ ჩემი მეტყველება და ჩემი აზროვნება არ შეესაბამება არც იმ დიდი მამების აზროვნებას და არც ამბროსი დიდის პიროვნებას და სხვათა შორის ეს ვინც აღწერლები ვინც არიან ამისი აი ვინც აღწერა ესენი თვითონ არიან დიდი მამები თვითონ ну ვიზია ლაპარაკი ათანასე დიდზე ნეტარ იერონიმეზე და სულპიციუს სევერუსზე ესენი თვითონ არიან და ამიტომ გამოვიდა და მე არ ვარ და ნახეთ აქ არის ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ მე სულ ამბობ ხოლმე რომ როგორი არაჩვეულებრივი ტექსტია და როგორ კარგად იკითხება და ეს მთარგმნელი ლათინურიდან რუსულად თარგმნელი საერთოდ ლათინური ტექსტების თარგმნა არის ძალიან ძნელი იმიტომ რომ ტარიენა ხო და ძალიან ძნელია სიზუსტის ესე იგი სიზუსტეს რომ მისდიოს ადამიანმა და თუ კიდევ ეს ტექსტი კიდე გართულებულია რაღაცნაირად თუ ოსტატურად არ არის ძალიან ოსტატურად ლათინური ტექსტი ну აი რაღაცა ესე ძალიან ძიმე ხდება და ეს თარგმნელი ჩივის თარგმნელის წინასიტყვეობას წავიკითხე რუსი თარგმნელია რომელიც ამბობს რომ აი აქ ეს პავლინი ესე იგი მართლაც ამბობს რომ არ შეესაბამებაო და არ არის ისეთი კარგი ტექსტი მისი ну აი ესე წყალებით რომ მოდიოდეს და მინდა გითხრათ რომ ამ თარგმანშიც იგრძნობა იმიტომ რომ აქ როგორ გითხრათ ძალიან რთული ქვეწყობილი წინადადებებია ძალიან და ამიტომ ამისი ქართულ რუსულად ხო უკვე ნათარგმნია და აი ქართულად თარგმნა ამისი ძნელია თუმცა ნახეთ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი რომ ისეთ საოცარ რაღაცებს წერს და ისეთი საოცარი რაღაცები არის დაკავშირებული ამბროსისთან რომ აი ყველაფერზე თანახმა ხარ ადამიანი უნდა გაიგო რა წერია უნდა გაიგო და მოკლედ ახლა ამას ჩვენ ამ შესავალს წავიკითხოთ ახლა და დავიწყოთ ამბროსის შესახებ მე ჩავთვალე ანუ ესე იგი ეს პავლინი ამბობს ჩავთვალე რომ ვერ გეტყოდი უარს იმიტომ რომ ესე იგი მე რადგან შემიძლია როგორ ხელი მიმიწუდება ამბროსის ცხოვრებაზე რა თქმა უნდა ვალდებული ვარ რომ ეს დავწერო და გარდა იმისა რაც მე მახსოვს ანუ ეს ბოლო პერიოდის მისი მესენაკეა შეიძლება ითქვას ამბროსის და მარტო მესენაკე კი არა ესე იგი აი ბოლოში გამიშთება მე ესე იგი ბოლოს უკვე როდესაც ამბროსი დაუძლურდა და ვეღარ წერდა თვითონ კარნახობდა და ერთ-ერთი ვინც იყო ამის კარნახს ვინც იწერდა ეს პავლინი იყო და
ბოლოში ვნახავთ ჩვენ ამას რა ნახა პავლინმა აი ამ კარნახის დროს რა ხილვა ქონდა საოცრება რაღაცა მოკლედ ხო და გარდა ამისა მე ვიცნობდიო პავლინი წერს მის ცხადია მის გარემოცვას და ოჯახის წევრებს განსაკუთრებით მაღალღირსი დედა თუ არ ვიცი როგორ თარგმნო ქართულად მარცელინა რომლის ჩვენ წმინდა ნაწილი გაგვაჩნია ეს არის და ამბროსი მეტეოლანელის წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია გამოსახულებას გაგვაჩნია და აღარ მახსოვს გვისაუბრია თუ არა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოვა მაგის დროც რომ მარცელინაზეც ვისაუბროთ და მოკლედ აი ამის მიხედვით მე ვეცდები რომ აღწერო ის მრავალრიცხოვანი სასწაულები ალბათ უფრო მთავარი მაინც აქცენტი სასწაულებზეა თუმცა ბევრი არის კიდე რაღაც მისი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ მისი აზროვნება ჩანს ამ ემაში ქმედებებში მაგრამ მაინც ძირითადად მთავარი არის მოსაყოლად მნიშვნელოვანი სასწაულები რომელიც მოახდინა მან და რომელიც მასთან იყო დაკავშირებული და ნახეთ ბოლოს ასამბობს როდესაც გზავრი როდესაც აი თქვენ იძულებული იქნებით დაკმაყოფილდეთ ჩემი მწირით ხრობით, იმიტომ რომ როცა მგზავრი მიდის გზაზე და ძალიან წყურია, აი თუ ხელმისაწვდომია სულ მცირე ჭავლიც კი წყლის, აი მოწყანწყარებს, ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომ ხედავს აი მდინარე როგორ მოდის და რომელთანაც ახლოს ვერ მივა და ხე მდინარეს ვერ დალევს რა. აი ესე. და ერთი უბრალო ჭავის პური ურჩევნია, ერთი ნაჭერი პური თუშია, ვიდრე ესე იგი იმ ადამიანების სადილი, რომელიც ყოველდღე ნაირ საჭმელებს ჭამენ და ესე იგი შენთვის კი არ არის რა მოკლედ ესა და კი, რა თქმა უნდა არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ აი მე ამ ჩემი წირი მონათხრობით გაგიმასპინძლდებით. ერთადერთი რაც ნამდვილად შემილია გითხრათ ისევ ამ პავლინს მივყვებით ხო? რაც შემილია ერთადერთი გითხრათ რომ აქ ტყვილი არ წერია არაფერი. ეს ყველაფერი ტყვილი კი არა მარტო გადამოწმებული და მრავალგზის ესე იგი აი დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ რომ დაბეჯითებით გეუბნებით რომ ყველაფერი შეგიძლიათ აი როგორ დაიჯეროთ ესე იგი აბსოლუტურად როგორც გიყვებით ისე. ერთადერთი აი ამას დავიკვეხნი რომ ჩემი თვალით მოკნანახი და გადამოწმებული მაგ და თუ რამეს მე გიყვებით ყველაფერი ნამდვილი ამბავია. დავიწყოთ თვითონ ამბროსის შესახებ, მამასაც ამბროსი ერქვა მის მამასაც და მამამისი იყო ცნობილი პიროვნება. ეს იყო პრეფექტი გალია, ესე იგი პრეფექტი, ანუ მთავარი თანამდებობა ეკავა გალია, ეს არის დღევანდელი საფრანგეთი და ესე იგი აი ამ ასეთ წარჩინებულ რომაულ ოჯახში მაღალი თანამდებობის პირი იყო მოკლედ მამამის პრეფექტი იყო და აი ეგ დაიბადა და აი ხა იწყება ესე იგი ეს ცნობილი ამბავია რა თქმა უნდა აი მოარული ამბები ხო დადის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ოღონდ აქ ძალიან კარგად არის აღწერილი და დეტალებია ესეთი რომ ბავშვი იყო ჯერ კიდევ როდესაც აკვანში რომ წევს ბავშვი აი რაღაც ემასაკის ბავშვს ელაპარაკი და ეს მოვლელი ქალი უცებ გაშრა ვინც უვლის ვისაც აბარია ბავშვი უცებ ბავშვს დაესიენ ფუტკრების სახეზე ხო და მამამისი გზეირნობდა იქა და ანიშნა ამ ქალს რომ გაჩერდი არ გაინძრე საერთოდ არ გაინძრე იმიტომ რომ ესენი დაესიენ ესე იგი ეს ფუტკრები და ამან უთხრა რომ არ განდევნოთ იმიტომ რომ რაღაცა ხდება ესეთი და როგორ დაესიენ თელ სახეზე და პირში შეფრინდებოდნენ, გამოფრინდებოდნენ, პირი ქონდათ ბავშვს ღია თუ რაღაცა შეფრინდებოდნენ, გამოფრინდებოდნენ და
ესე იგი ამის შემდეგ ესე იგი მთელი სახეზე დაფარეს სახე აღარ ჩანს და შემდეგ უცებ აფრინდნენ ეს ფუტკრები ზემოთ და რომ უკვე ამის შემდეგ უკვე რო აფრინდნენ ჯერ ზეით იდგნენ და მერე წავიდნენ ეს ფუტკრები და რომ მივიდნენ ესე იგი ბავშვ ფიჭა ქონდა მთლიანად სახეზე ესე იგი მარტო თაფლი კი არა ფიჭა და მოქსოვეს თუ რაღაცა ეს ფიჭა აი ესე იყო და ესე იგი ეს პავლინი ამბობს რომ ეს იყო წინასწარმეტყველება ესე იგი წინასწარმეტყველება და ფსალმუნის სიტყვებს ამბობს გოლი თაფლისაი სიტყვანი კეთილნი ეს იყო წინასწარმეტყველება რომ მისი პირიდან თაფლი ამოვიდოდა აი როგორც მართლაც ხო გეუბნებით უდიდესი მასწავლებელი და უდიდესი ღვთისმეტყველი იყო და აი ესე როგორც თაფლი ისე მოედინებოდა მისი პირიდან სიტყვები ხოლო სიტყვებია მისი სმენაი და კურნება ისულისაი ეს არის ფსალმუნის არა ეს ფსალმუნშიც არის მსგავსი სიტყვები ეს არის იგავნი 16:24 და აი როგორც ეს ფუტკრები რომლებმაც ეს თაფლი დაუტოვეს პირში და ცაში აფრინდნენ აი ესე ამოდისდა ცაში მიფრინავს ამბროსის სიტყვები ნუ შემდეგ ცოტა რო წამოიზარდა ამბროსი გადასახდა რომში თავის დედასთან და დასთან ერთად და მარცელინაზეა საუბარი ნუ განათლების მისაღებად მარცელინა კი ამ დროს უკვე მონაზონი იყო აღიკვეცა და კიდევ ესე იგი ამათან სახში ცხოვრობდა დიასახლისი ყავდათ ეს დიასახლისი მერე გამოჩნდება კიდე დიასახლისი ყავდათ რომლის დაც აქ ისე უწერია ამას როგორც ჩანს ცნობილი არ ვიცი შეიძლება წმინდანიც ვეღარ ყველაფრის გამოძიება შეუძლებელია ძალიან დიდი ტექსტია აი ძალიან დიდი ტექსტია ბევრი მაქვს გამოტოვებული მაგრამ მაინც ბევრი დარჩა და მოკლედ ნელ-ნელა მივყვეთ მოკლედ კანდიდა არის მონაზონი კანდიდას და არის ამათი დიასახლისი რა და ბავშვობაში ეს ესე იგი ამბროსის უყვარდა თამაში მღვდლობანა რა აი როგორც მღვდელი ესე დადიოდა და მოკლედ ხელს უწუდიდა რა ამათ ესე საკოცნელად და ეს ტუქსავდა ხოლმე ეს დიასახლისი რომ აი რა ვიცი აი როგორც წადი დამეკარგი იქით თუ აი რაღაც ესე რომ ეს კიდე გაუშვერდა ხელს და ემთხვიეთ ეპისკოპოსის ხელს თუ რაღაც ხუმრობით რა ხო და მე კი აუხდა ამას და ამას მოგიყვებით მე მაგრამ ნუ ესეთი ბავშვი იყო თან საოცარი ჰუმორი ხალასი რაღაც ესეთი ნუ როდესაც შეისწავლა ეგრეთ წოდებული თავისუფალი მეცნიერებანი ეს არის 4 საგანი რომელსაც ნუ ეს ითვლებოდა აუცილებელ განათლებად მან დატოვა რომი ქალაქი რომი და გახდა ესე იგი ადმინისტრაციის იურისტი არ ვიცი ხა როგორ შეიძლება ზუსტად ითარგმნოს ის თანამდებობა მოკლედ იურისტი გახდა რა და არაჩვეულებრივი ნიჭი გამოიჩინა მე მოსამართლე გახდა საერთოდ და არაჩვეულებრივი უმრიგებლური თუ რაღაც მოკლედ ნიჭი გამოიჩინა ალბათ ეს იყო დვექილიც რა ვიცი ყველაფერი მოკლედ აი ეს სასამართლო საქმე შეისწავლა და აი ამ პრეტორია ეს არის ადგილი და აი ამ პრეტორიაში იყო პრეტორიუმში მოკლედ პრეფექტი იყო პრობუსი ესეც ძალიან ცნობილი პიროვნება იყო თავის დროზე და აი პრობუსმა წაიყვანა თავისთან წაიყვანა ამბროსი და მერე დროთა განმავლობაში ლიგურიის და ემილიის მხარე ჩააბარა მოკლედ აი ამ სასამართლო თვალსაზრისით ეხლა ესე იგი იწყება უკვე ფაქტიურად ამბროსის ეს ახალგაზრდობა ესე მიმდინარეობს და გააგზავნა ამ პრობუსმა როგორც მოსამართლე ნუ მომრიგებლად გააგზავნა ხა რა მოხდა მედიოლანში ანუ მილანში მილანი ამ დროს ნუ
რაღაცა პერიოდში დედაქალაქიც კი იყო რომის იმპერიის მილანი. მოკლედ მნიშვნელოვანი ადგილია ძალიან და აქ გარდაიცვალა ეპისკოპოსი. გარდაიცვალა ეპისკოპოსი, რომელიც იყო არიანელი, საერთოდ ეხა პერიოდი არის ისეთი, მე აღარც მithქვამს მგონი თავიდან ხო რა ეს არის 397 წელს გარდაიცვალა. ამბროსი მეოთხე საუკუნეა, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს არიოზის წვალებლობა, მოკლედ აშფოთებს სამყაროს რა, მარტო იმ ადგილს კი არა, საიდანაც იყო, ანუ ეს პირველი მსოფლიო კრება, მეორე მსოფლიო კრება, ეს პერიოდია. ეს პერიოდია და მოკლედ ეს აუქსენტი გარდაიცვალა. აუქსენტი, არიანელი ეპისკოპოსი გარდაიცვალა მილანში და არის ახლა ძალიან სერიოზული შფოთი. ვის აირჩევენ ახალ ეპისკოპოსად და ისეთი, ესე იგი, ახლა იქ მართლმადიდებლები არიან, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან იმისათვის, რომ ეპისკოპოსი მართლმადიდებელი იყოს და ეს არიანელები კიდევ ძალიან აგრესიულები არიან და მოკლედ სერიოზული შფოთია. აი ამ შფოთის დასაწყნარებლად გაგზავნა ამბროსი, ამ პრობუსმა. ამბროსი და იცით რა უთხრა? საოცარ რაღაცა უთხრა. გაგზავნი როგორც მოსამართლეს, მაგრამ მოიქეცი როგორც ეპისკოპოსი. აი ჩათვალე რომ შენი შვილები არიან და აი როგორ დააწყნარებთ. აი როგორც ეპისკოპოსმა ეცადე რომ ისე დააწყნარო. და მივიდა ეს ამბროსი ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პატივცემული ადამიანი, იმიტომ რომ ბევრი სიკეთე აქვს უკვე გაკეთებული და ბევრი საქმე აქვს, ესე იგი, მოგვარებული და ამიტომ კარგად მიიღეს ძალიან იმათაც, ამათაც, სახელმწიფო მოხელე მოვიდა რა და ისინი ცალკე შესჭივიან, ესენი ცალკე შესჭივიან და მოკლედ შევიდა ტაძარში რა. შევიდა ტაძარში, რომ ეხლა გაერკვა სიტუაციაში და უცებ ესეთი რაღაცა ხდება. რაღაც მომენტში აი საშინელი ხმაურია, შფოთია რაღაცა, უცებ რაღაც მომენტში ხოცით არის ხოლმე, ესე უცებ ყველა გაჩუნდება რა. აი ეს ერთი წამით ყველა გაჩუნდა და უცებ ბავშვის ხმა ისმის. ამბროსი ეპისკოპოსი. და კიდე გაიმეორა, ამბროსი ეპისკოპოსი. და ეს ხალხი გაშრა. ეს ამბროსი მონათლული არ არის ჯერ, ქრისტიანია, კათაკმეველია, ემზადება ნათლობისთვის, ოღონდ მაშინ ესე ტრადიცია იყო, რომ გვიანი ნათლებოდნენ, რომ ესე იგი, წოდები მოენანიებიათ რა, რაღაც ეს გათვლა იყო თუ რაღაცა. მოკლედ ბავშვი სხვა ისმის ამბროსი ეპისკოპოსი და ყველამ შეხედა ამბროსის. და ყველას მოეწონა ეს. ყველას მოეწონა, იმიტომ რომ პატივს სცემდნენ ძალიან ისინიც და ესენიც. და ამბროსი კიდე მოხელე იყო და ეს რომ გაიგონა ამბროსი და რომ მიხვდა რომ რაღაცა სერიოზულ რაღაცაში აქ თავი გაყოფილი მოკლედ ესე იგი გამოიქცა მოვიდა ტაძრიდან რაღაცა რა ეს რა სისულელია ეხლა ჩემი ეპისკოპოსობა წამოვიდა და რა გააკეთა იცით დაიწყო საკუთარი თავის კომპრომეტირება ჯერ იყო და აი თავისი აბსოლუტურად თავისი ჩვევი თუ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ მოსამართლე იყო და დაიწყო სასამართლო პროცესებზე იმისი რა ქვია განაჩენის გამოტანა წამება ადამიანების რა რომ თავი შეძულებინა ამ ხალხისთვის და ეს ხალხი მოკლედ ისინიც და ესენიც ეს მორწმუნეები არ ცხრებიან და რასევნებიან იცით შენი ცოდვა ჩვენზე იყოს შენ ოღონდ დათავდე ეპისკოპოსობაზე, შენი ცოდვა ჩვენზე იყოს. მერე სახში რომ მივიდა, დაიწყო ესეთი რაღაცის გაკეთება რა. ესე იგი, ცნობილ მეძავებს ეპატიჟებოდა სახში და ფულს უხდიდა. ოღონდ მოსულიყვნენ. ხო და მოდიოდნენ ეს მეძავები, რა თქმა უნდა, ესე იგი, ეს უბრალოდ შეստუბრად პატიჟებდა, მაგრამ ეხლა ვინ აიცოდა, შინ რა ხდებოდა. და ეს ხალხი იქიდან უყვიროდა, შენი ცოდვები ჩვენზე იყოს, ოღონდ დათავდე რა და რომ მიხვდა რომ არაფერი არ გამოდის, გაიპარა ესე იგი და წავიდა და სადმე ვიღაც ლეონტი მე მგონი ხო? არა, ჯერს ქალაქიდან გაიპარა ღამე რომ მიხვდა რომ ესე იგი რაღაცა ისა და
გაიპარა და რაღაც ნიხლი იყო თუ რა ვიცი რა იყო მოკლედ თელი ღამე იარა რა დილით ისე მედიოლანის კარიბჭას მოაღდგა და მოკლედ ესე იგი რო იპოვეს ამბროსი უკვე დაუყენეს დაცვა მოქალაქეებმა რომ კიდე არ გაიპაროს სადღაც და ვალენტინიანე იყო მაშინ ვალენტინიანი 364-375 წლებია იმპერატორი რომის იმპერატორი და აი ვალენტინიანეს მისწერეს წერილი რომ აი ესე და ესე თქვენი მოკლედ სახელმწიფო მოხელე ამბროსი გვინდა რომ ესე იგი გახდეს ესე იგი მედიოლანის ეპისკოპოსი და იმან დიდი სიხარულით მიიღო ეს იმიტომ რომ ეს ყველას აწუხებდა ეს შფოთი და რაღაც რაც იყო და მოკლედ ამ ვალენტინიანემ დათანხმდა მაგრამ ეხლა რა შეა საქმე ესე იგი რაღაც დრო ჭირდება წერილის განხილვას და ოფიციალური პასუხის გამოგზავნას და ეხლა ეს დრო არის რა და ლეონტი ქვია წარჩინებულ ადამიანს და ისევ გაიპარა ეს მოახერხა მაინც და წავიდა ამ ლეონტისთან ლეონტის მამულები აქვს მე მამულია და ლეონტისთან მოკლედ თხოვა თავშესაფარი და ლეონტიმ დიდი სიამოვნებით მიიღო ეს ამბროსი ნუ ხო გეუბნით უკვე ცნობილი პიროვნებაა და მიიღო და თავისთან აცხოვრებს და რომ მოვიდა იციან ახლა რომ დამალულია სადღაცა და რომ მოვიდა იმპერატორის თანხმობა მოვიდა. ესე იგი მოყვა ამას კიდეც ესეთი წერილი, რომ თუ ვინმე მიცის სად არის ამბროსი, აუცილებლად ჩაგვაბარეთ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ლეონტი ბეწარილო ნახავ თითო თავს ხელი ჩააბარა, მოკლედ მიიყვანა და ნუ რომ მიხვდა რომ მიხვდა ესე იგი რომ უკვე გამოსავალი აღარ არის ну რას იზამდა აკურთხეს და აკურთხეს ეპისკოპოსად და ну სანამ შეუდგებოდა საქმეს ცოტა ხნით ისე წავიდა რომში თავის სახლში და მოინახულა დედა და იმდია სახლისთან მივიდა და უთხრა რომ აი ეხლა რას იზამო აი გაუშვირა ეს ბავშვობაში რომ შორდა ხელს და ну ის დიდი სიხარული და სიმითი სიყვარული ემთხვია ამ ხელზე და მოკლედ ეს ну შემდეგ აღწერილია უკვე სასწაულები რომლებიც როგორ გითხრათ საერთოდ გაზდევს მის ცხოვრებას ამბროსის ცხოვრებას რა იცით გარდა იმისა რომ ის ძალიან კეთილი იყო და გარდა იმისა რომ ის საოცრად მოწყალე ადამიანი იყო და აი სასწაულებსაც ახდენდა შესაბამის ეხლა მოგიყვებით კიდევ ერთ სასწაულს მისას და დათმენ დავწყ გარდა ამისა იყო ძალიან მკაცრი და ძალიან სამართლიანი რის მიმართ იცით აღშარებლობის სიწმინდის დაცვაში და აი იქ იყო შეუბრალებელი აბსოლუტურად აი არაფერს არ ერთ მისხალს არ დათმობდა მოკლედ ამაში და შემდეგ მოგვიანებით მე ცილის მის მიმართ სხვადასხვა შინაარსის ცილის ამებები იყო და აი აქ კი ესე იგი ეს ცილის ამებლები სიცოცხლეშიც და მისი სიკვდილის შემდეგაც იყო ასეთ შემთხვევები სულ ბოლოში გვექნება ამაზე საუბარი მოკლედ ესენი იჯებოდნენ ძალიან ეხლა ესეთი ამბავია რომ ესე იგი მაშინ როგორც ჩანს ეს მიღებული იყო ბრწყინვალე ქალბატონი იყო ქრისტიანი რომელმაც მოიწვია რომ ამბროსი რო კარის ეკლესიაში მისი სასახლეში რომ ამ კარის ეკლესიაში მსახურება აღესრულებინა და ესე იგი ნუ ეს ამბროსი წირავს რა და ამასობაში გვერდით ამ ქალის სასახლის გვერდით არ ვიცი ხა რა ხო გეუბნებთ აი ყველაფრის გამოკვლევა შეუძლებელი მე აბანოვე ქალი ვიღაც აი ქალი ნუ ეს აბანო ჩვენ არ ხა ის გოგრდის აბანოები კი არ არის რა თბილისში როგორ ნუ ეს არის რაღაცა თელი დაწესებულება რომის აბანო ნუ ეს ცნობილი თემაა და ეს ერთ-ერთი პობელი თუ რა ვიცი მოკლედ ქალი არის დავრდომილი რა მოკლედ შეძლებული ქალბატონია და რომ გაიგო რომ აი ესეთი ღვთისმსახურება აღესრულება ეპისკოპოსთან მიმიყვანეთო უთხრა თხოვა და მოკლედ სავარძლით მოუყვანეს ეს ქალი სავარძლით ამ სასახლეში
და ეს ამბროსი ამ დროს წირვის დრო არის თუ არ ვიცი რა ხდება მოკლედ ზუსტად არ არის აქ მითითებული მსახურებას აღასრულებს და ხელაპყრობით ესე დგას და ლოცულობს და ეს ქალმა თქვა მიმიყვანეთო ახლოს ამბროსისთანო და ემთხვია მის შესამოსელს და საქმე მოციქულთას ფრაზა აქვს მოყვანილი ამ პავლინს სასწაული ესე კურნებისაი აღესრულა და განიკურნა ეს ქალი წამოდგა ოღონდ ნახეთ ეს ამბავი რატომღაც არ გავრცელდა და არ იცოდა ამ პავლინმა და შემთხვევითო მე იმ უბანში მოვხვდიო რაღაცა წლების მერე რა და წლები იყო გასული და აი ამაზე ლაპარაკობდნენ კიდე და მე ეს ამბავი ღირსეულმა ადამიანებმა მომიყვეს რომ იქ ამბროსიმ ეს სასწაული აღასრულა შემდეგ ეხლა აქ არის კიდე ცოტათი ვერ გავიგე მე კარგად მართალი რო გითხრათ მაგრამ ესეთი რამე უწერია ამ პავლინს რომ ქალაქ სირმიაში გარდაიცვალა ეპისკოპოსი და ჩავიდა ამბროსი რომ აკურთხოს ახალი ეპისკოპოსი ოღონდ აქ ისევ აქაც არის ეს დაპირისპირება არიანელებსა და მართლმადიდებლებს შორის მართლმადიდებლებს მე იქ ამას სიტყვა კათოლიკე აქვს ნათმარი თუმცა ჩვენ ვამბობთ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია მოკლედ აქ ლაპარაკი არის ნიკეა კონსტანტინოპოლის კრება ჯერ არ არის არ ჩატარებულა მაგრამ ნიკეის კრებაზე სარწმუნოების სიმბოლოზეა ლაპარაკი მოკლედ არიოზი ამისი წინააღმდეგი იყო და ეს ჩავიდა სირმიაში ეპისკოპოსის საკურთხევლად და შევიდა ტაძარში დგას ამბიონზე და მოკლედ საუბრობს და არის დიდი შფოთი ეკლესიაში ძალიან და ეს ის დრო არის როდესაც ის ვალენტინიანე მეორე გარდაიცვალა უკვე და მისი შვილი ჯერ არ არის ბოლომდე ესე იგი სრულწლოვანი მე გახდება და ძალიან დაუმეგობრდება ამაზე გვექნება საუბარი და მისი ცოლი იუსტინა ესე იგი ვერ ავლენდა ვალენტინიანეს სიცოცხლეში ვერ ავლენდა თავის სიმპათიებს თუ თავის ესე იგი მიკუთვნებულობას თუ მოკლედ თავის აფსარებლობას ის იყო არიანელი ეს ქალი მალავდა და აი როდესაც ვალენტინიანე გარდაიცვალა უკვე გახდა მტერი პირდაპირ მართლმადიდებლობისა და შესაბამისად ამბროსისაც და რა გააკეთა ეცეთ ამ ქალმა ესე იგი აუარდა ამბიონზე დედოფალზეა ლაპარაკი აუარდა ამბიონზე ამბროსის და ჩაებღაუჭა შესამოსელში და ეკაჩება უნდა რომ იქ გაყოფილი არის ესე იგი ერთ ხარეს მარჯვენა მხარეს თუ არის მარცხენა მხარეს კაცები დგანან მეორე მხარეს ქალები და აი ამ ქალებისკენ უნდა რომ გადაათრიოს იმიტომ რომ იქ გამხეცებული ქალები ყავს თავისნაირი არიანელები და თუ იმათ ჩაუგდო ხელში ისინი გაგლიჯავენ პირდაპირ რა შემოახევენ ამ ტასაცმელს და შენ ფიზიკურად საფრთხე ემუქრება რა და ეს დგას და ესე იგი ხო იცის ახლა რა ემუქრება და აგძელებს ლაპარაკს დგას მაგრად დგას ესე იგი ეს ხო და მოუტრიალდება ამ ქალს და ეუბნება რომ დედოფალო რას აკეთებო ხო იცი რომ ღვთის სამსჯავრო შორს არ არისო და რას აპირებო ღვთის სამსჯავროს წინაშე რომ წარსდგებიო რა პასუხი უნდა გასცეო რა ხო და მოკლედ არ ვიცი ახლა იქ არ წერია როგორ დამთავრდა ეს ამბავი მაგრამ აი ეს ვერ გავიგე ესე უწერია რომ გარდაიცვალა ეს ქალი მეორე დღეს იუსტინა მე კიდე ყავს ნახსენები ეს იუსტინა თვითონ მას ამ პავლინსაც ხო და ნუ მე ნახე ამ იუსტინაზე 398 წელს გარდაიცვალა ანუ ეხლა უკვე მოკლედ ეს მეორე მსოფლიო კრება ჩატარებულია და მოკლედ გარდაიცვალა 398 წელს და ეს აი ამ ყველაფრის მიუხედავად ესე იგი მის დასაფლავებაზე მივიდა და ბოლომდე გაყვა ამ პროცესიას რა თქმა უნდა იმ წესს ვერ აუგებდა და რაღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატივი მიაგო იმდენად კეთილშობილი ადამიანი იყო ეს ამბროსი ესე უთხრა რამე არ დაგემართოსო გააფრთხილა და ეს ქალი რა არ გაჩერდა და მოკლედ
და აი ამ შემთხვევამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და ეს არიანელებიც დაწყნარდნენ. ამ ეპისკოპოსს, რომელიც მან აკურთხა, ერქვა სახელად ანემიუსი და როდესაც მოკლედ ეს ანემიუსი დასვა ეპისკოპოსად ამ სირმიაში, ქალაქ სირმიაში, ეს არის ილირიკის მხარე. შემდეგ დაბრუნდა ისე მედიოლანში და აქაც ესე იგი სულ ცდილობდნენ რომ ამისთვის ისეთი ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა იყო და უჩიოდნენ იმპერატორთან და რაღაც და მოკლედ ისეთი ვითარება შექმნეს ამ არიანელებმა რომ აი სადაც არის ამბროსის დააპატიმრებენ და გადასახლებაში გაუშვებენ აი ესეთია და იქამდე მივიდა რომ ერთი ესე იგი კაცი ისე გაგიჟდა რა გადაირია საერთოდ რომ ეკლესიის ახლოს იყიდა ეკლესიის გვერდზე ტაძრის გვერდზე სადაც ამბროსი მსახურობდა იყიდა სახლი და იქ დასახლდა რომ არ გამოპარვოდა ესე იგი ეს როგორც კი ბრძანება იქნებოდა ამბროსის დაპატიმრების ამას უნდოდა რომ თვითონ გაეკეთებინა და აი ზუსტად ეკლესიის გვერდზე ყოველდღე დასანახად დიდი რა ქვია ამას ეტლი თუ ურემია ანუ რაღაცა ესეთი საგორაბლის აი ამაზე უნდა შევკრავო გავკოჭო და ამაზე დავდე და ამითი უნდა წავიყვანო ესე იგი ესო გადასახლებაშიო მეო ეს იძახდა ამ კაცის სახელი ვიცით მე მგონი ექვთიმე და მოკლედ აი ხო გეუბნებით ეს ამბროსის თვითონ არ ამგონია რომ მაინდა-მაინც მაგრამ აი ღმერთის ჯიდა ამ ხალხს თვითონ არ იზამდა ამას ალბათ არ იყო ესეთი ადამიანი მაგრამ იჯებოდნენ ის ადამიანები ცოტა ეხწოდნენ მოკლედ ბრძანება გამოვიდა და ეს თვითონ გადაასახლეს და ესე იგი რომ ფიქრობდნენ როგორ წაეყვანათ შეკოჭეს ჯარისკაცებმა აგერ ურემი და იმავე ურემზე დადეს და მოკლედ რა არის სასაცილო, მაგრამ მოკლედ ესეთნაირად დამთავრდა ეს ამბავი. ესე იგი ბოლოს იქამდე მივიდა, იქამდე გამხეცდნენ ეს არიანელები და ხელისუფლებასაც მოკლედ აქ საქმე ის არის რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ამ სიტუაციას, ვერ აკონტროლებდა და და ეს შფოთი ძალიან ძიმე იყო იმპერიისთვის. და მოკლედ იქამდე მივიდნენ ეს არიანელები, რომ ესე იგი შეუვარდნენ, როგორ შეუვარდნენ, ახლა გეტყვით ტაძარში. ეს არის ბაზილიკა პორციანა, ესე ქვია. ეს არის წმინდა ლავრენტის ტაძარი სან ლორენცო მაჟორე მილანში. დღეს არის ეს ვებერთელა იქ წირავდა და ესე იგი გარშემო შემოერწყენ ამას და დააყენეს და აიძულეს ხელისუფლება რომ ჯარისკაცები შეიყვანათ იქა რომ ჯარისკაცებს ეს ჩაეკეტათ პერიმეტრი რა მოკლედ რომ იქ შინით აღარავინ აღარ შესულიყო და აღარავინ აღარ გამოსულიყო რომ ესენი შიმშილით დაიხოცებოდნენ და თვითონ მიატოვებდნენ ამ ტაძარს ეს გათვლა ჰქონდათ რა ეს გათვლა ჰქონდათ და ეს ჯარისკაცები რომ მივიდნენ და რომ დგანან ახლა ეს ჯარისკაცები ხო რომ ისმენენ ამბროსის საუბარს რომ ხედავენ ეს ქრისტიანები როგორ იქცევიან შინით ეს მართლმადიდებლები ჯარისკაცები მოექცნენ რა თვითონ ჯარისკაცები მოექცნენ და შესაბამისად აბსოლუტურად არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ამათ გადაადგილებას რა და მოკლედ ესე იგი ჩაიშალა ეს გეგმაც და კი არა და ესეთი რამ უწერია ამ პავლინს რომ ეს ის პერიოდიაო როდესაც ამბროსი ღვთისმსახურებას განვითარებაზე ფიქრობს და ანტიფონების გალობა საგალობლები რაღაცა ჰიმნები და კიდევ ღამის თევის ლოცვები აი ამ დროს შემოიტანა ამბროსიმ მსახურებაში
ესე იგი ეს ორი ტაძარია, ეს არის და კიდევ მეორე თვითონ ამბროსის ტაძარი, რომელსაც დღეს ქვია წმინდა ამბროსის ბაზილიკა. და მოკლედ აქ ამც თუ არ მეშლება ეხა ეს ისეთი რთული ესეც დასაზუსტებელია ყოველ. ჩვენ გვისაუბრია ჯერდი პროტასიზე და გერვასიზე. გერვასი და პროტასი წმინდა მოწამეები მოყოლილი მაქვს მათ შესახებ. და მეორე ერთი ნაბორი და ფელიქსი. მოკლედ ეს ნაბორი და ფელიქსი კი იცოდნენ ვინც იყვნენ და თაყვანის სემა აღესრულებოდა. რაც შეეხება პროტასის და გერვასიზე არაფერი არ იცოდნენ მაშინ. იქვე იყვნენ. და როგორ იყო იცით ამას უწერია პავლეს რომ ესე იგი ისეთ ადგილზე იყვნენ დამარხულები. თან ეს პერიოდია ალყარო აქვს ამას შემორტყმული. ის პერიოდია და ესე იგი ვერ მიხვიდოდი ნაბორი და ფელიქსის უბრალოდ თუ უნდა მისულიყავი და თაყვანი გიც ამაც აფლავს უნდა გადაგეგო ფეხით. არც იცოდნენ რომ იქ იყო დამარხული. და ამ გამოცხადება ქონდა ამბროსის თან ხო ესე იგი აი რა ხდება იცით აი ესე იგი ხალხიც ეჭვებშია უკვე იმხელა ამბავია რომ არის თუ არა ესე იგი უკეთესი ეპისკოპოსი ხო არ ჯობია თუ მოკლედ ამ ამბროსის ერჩიან და ხო და მოკლედ ამბროსის ქონდა გამოცხადება და აი ეს პროტასის და გერვასის საფლავი გაათხრევინა იქ უთხრა რომ აქ არის დამარხულები და რომ გათხარეს ესე იგი აქ ძალიან ეს პავლეს ესე დეტალურად არ უწერია იცით რატო იმიტომ რომ ეს ხო ძალიან ცნობილი ამბავია და მოკლედ აღნიშნავს რომ ეს რომ მაშინ მოხდა და რაღაც მაგრამ სიამოვნებაში რა მოხდა ესე იგი რომ გაშალეს აღმოჩნდა რომ ამ პროტასის და გერვასის სხეულები ძმები არიან ესენი ჩაყოლებული არის წიგნი სადაც აღწერილი არის ამათი მოწამეობა და ამათი მშობლების რომლებიც ისინი სადღაც პირველი საუკუნის თუ მეორე საუკუნის წმინდანები არიან და აგრიკოლა ქალბატონი და ესე იგი мама ეს ვალენტინი ვალენტინი თუ ვალერი ნახავ მე და გეტყვით გვაქვს იმათი წმინდა ნაწილებიც იმაზეც მომიყოლია და მოკლედ იქ წიგნში არის ყველაფერი აღწერილი მოკლედ მთლიანად თელი ისტორია და რომ ამობძანეს ეს ჯერდი კეთილს უნალება და მე უკვე ამ ამბროსის ამ წმინდა ლავრენტის ტაძრიდან ამბროსის ტაძარში რომ გადააბრძანეს იქ და დღესაც იქ არიან და დაკრძალულები წმინდა ამბროსის ბაზილიკაში და შუაში უწევთ ამბროსი ნაბორი უკაცრავად პროტასი გერვასი და ამბროსი არის შუაში ერთად წვანან მთელი სხეულებით ესენი ამის ნახვა დღემდე შეიძლება იქ ამბროსის ბაზილიკაში თუ მიბრძანდებით ამაზე საუბარიც გქონდა გადაღებული მაქვს ეს და ნაჩვენები მაქვს ეს მათი სხეულები ვიდეო მასალა არსებობს და აი ამ გადასვენების დროს ბევრი სასწაული აღესრულა ძალიან გადასვენების დროს და მერეც მაგალითად ბრმა ესე იგი რომელიც სევერუსი ერქვა სახელად რომელიც აი ამ დროს ესე იგი მიახლა აი ამ წმინდა ნაწილებს და შეეხო მათ შესამოსელს და განიკურნა აღეხილა თვალი და ეს პავლინი წერს რომ დღემდე ამ ამბროსის ბაზილიკას ემსახურება ეს სევერუსი და აი ამ სასწაულებით შემდეგ მიახლენ კიდე ეშმაკეულები და ეშმაკეულები განიკურნენ და აი ამ სასწაულებით მოკლედ იმდენად გაიზარდა მართლმადიდებლების ავტორიტეტი რომ მოიხსნა მთლიანად მოიხსნა ეს დროებით რა თქმა უნდა მაგრამ მთლიანად ეს დაპირისპირება ეს იძულებული გახდნენ ეს არიანელები ჩაჩუმებული იყვნენ თუმცა რა თქმა უნდა ისინი არ გამართმადიდებლები მოკლედ მართლმადიდებლები არ გახდნენ და ისევ აგრძელებენ ამ თავის იმას და ხა რაღაც ახალი მოიგონეს და ამბობენ რომ ესე იგი რასაკეთებს იცი ამბროსიო აი ამ სასწაულებთან დაკავშირებით რომ ეს ამბროსიო ხალხსო ფულს უღთისო რომ ესენი ვითომ ეშმაკეულები არიანო ესე მოიქცენო და იმ სასწაულებს მოკლედ როგორც სპექტაკლებს ისეთ გამსო რა
რომ ფულს უხდისო და ეს პავლინი ამბობს რომ ესენი ებრაელებს დაემსგავსენო იმ ებრაელებს რომლებიც ამბობდნენ რომ ესე იგი ბელზებულითა ეს არის ლუკას სახარების მე-11 თავის მე-15 მუხლი ბელზებულითა მთავრითა ეშმაკთა განასხამს ეშმაკთა ხო და მაშინ იესომ თქვა რომ კი მაგრამ ეშმაკი თუ თავის თავს განასხამს აბა მაშინ დაინგრევა მისი სამეფო და მოკლედ ეს დააბრალეს ამბროსის და კიდევ ეს ეშმაკები მაშინ რომელსაც განასხამდა იესო ნაზარეულო იესო ძეუღვთისაო რა იარშენდა და ჩვენდა და რატომ მოხვედი დროზე ადრე ჩვენ რაღაც მსგავსი ბევრი სხვადასხვა ფრაზა არსებობს და ესენიო ამაზე უფრო ეშმაკებზე უფრო უგნურები აღმოჩნდენო ისეთ აი ამ სისულელებს რო ლაპარაკობენ რომ ერთ-ერთი ჭორი რა რასაც უყრიან რომ ეს არის და ესეთი რაღაცა მოხდა რომ ერთ-ერთი მათგანი აი ესე არიანელი რა არიანელი ეშმაკი შევიდა თუ რაღაც მოკლედ ეშმაკეული გახდა და მართლა ესეთი რაღაცა მოხდა და დაიწყო ესე იგი ყვირილი და რომ ტანჯაო ამბროსიო და ყველა ჩემსავი დაიტანჯებითო ყვირის ეს კაცი ყველა ჩემსავი დაიტანჯებითო ეს ამ არიანელთა შორის რომლებიცო ერთ სამების ერთ არსებობას ვინც არ აღიარებსო როგორც ამბროსია სწავლისო აი ამას ყვირის ხმამაღლა და ეს არიანელები უცებ მათ შორის მოხდა ეს და ეს არიანელებიო იმის მაგივრად რომ ილოცონ ამ კაცისთვის რომ ესე იგი განკურნონ ეს ეშმაკეული განასხანეს ეშმაკი ეს მაშინ ხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია რომ როცა ადამიანი ეშმაკეულია მღვდელთან მიყავ და ის ლოცულობს ეგზორციზმი ქვია ამას და რაღაც ხო ეშმაკთა განსხმა და რაღაცა და მკვეთებულის ლოცვებით მოკლედ მაშინ ძალიან ის იყო და ამბროსი ამას აკეთებდა და ამათ იმის მაგივრად რომ ეს განეკურნათ იძულებული გახდნენ რომ აჩუმებდნენ და ბოლოს წყალში ჩააგდეს რაღაც აუში თუ რაღაცა დაახჭეს და მოკლეს ეს კაცი რა. ამას მე მოყვა რა თქმა უნდა ცუდი ამბები. ამბროსი კი წარემატებოდა სიბრძნითა და հասაკითა და მადლთა წინაშე ღვთისა და კაცთა ეს არის ლუკას მეორე თავის 52 მოკლედ ესე აქ მოკლედ ამ პავლინს გაწყობილი პირდაპირ აი საფუძველიდან ამბროსის ცხოვრება. იცით ვერ გეტყვით ახლა მე ამის გრამატიკაზე, მაგრამ ხო გეუბნებით, ისეთი ამბები აქვს აღწერილი, რომ აი რაც არ უნდა იყოს როგორც ison ამბობს, აი ეს მოწაწკარე წყარო რომელიც წყურვს გიკლავს, ბევრად უფრო ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, ფუნქციონალურია მოკლედ, ახლა ვაგრძელებთ. ამ დედის გარდაცვალების შემდეგ ეს ვალენტინიანე უმცროსი ის გონი პირველი იყო ეს არის ვალენტინიანე მეორე ამან ძალიან დაიახლოვა ამბროსი დედა რო გარდაიცვალა ეს იუსტინა ეს პოროტიკალი მოკლედ ხო გონებთ აი ეს ვერ დავადგინე ზუსტად მართლა იმის მეორე დღეს გარდაიცვალა თუ მერე თუ მოკლედ ნახსენები ყავს ბევრი მოკლედ ეს ძალიან დაიახლოვა და ფაქტიურად ამბროსი გახდა მისი მრჩეველი ამბროსი გახდა მისი მრჩეველი, ხომ გადავდივარ სხვა ამბებზე, ვტოვებ, რა თქმა უნდა გამოვტოვე, ხა ბევრი რამ, იქ სასწავლებიც არის აღწერილი და სხვა ამბებიც და უბრალოდ ხო გონოთ აი მისი მასშტაბი რო გამოჩნდეს პიროვნების. მოკლედ ეს არის დასავლეთ რომის იმპერატორი. გაყოფილია უკვე. დასავლეთ რომის იმპერატორია და ძალიან დაიახლოვა და აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ამ დროს არის თეოდოსი დიდი, თეოდოსი პირველი. ჩვენ მასზეც ბევრი გვისაუბრია ამ ამბებზეც ამ გაყოფაზე და რაღაც, მაგრამ ეხლა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მე გადავდივარ შემდეგ თემაზე. ამბროსი მედილვანელის მოღვაწეობა და მონაწილეობა სახელმწიფო საქმეებში, სახელმწიფოს მართვაში. და როგორი გავლენა ქონდა იმპერატორებზე და როგორი ურთიერთობა. ეს ვალენტინიანე ხო უმცროსი იყო და
მიხვდა რომ ამბროსის გარეშე მას გაუჭირდება ძალიან იმპერიის მართვა და ამიტომ თვითონ ჩართვა ამ საქმეში. რაც შეეხება თეოდოსი დიდის, ეს ახლა ბიზანტიის იმპერატორია რა. თეოდოს დიდს გვისაუბრეთ ჩვენ ბევრი და მოკლედ ამ თეოდოსი დიდთან ძალიან ახლო ურთიერთობაში შევიდა და ჩაერთო არა მარტო დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის იმპერიის სახელმწიფო საქმეებში. მაგალითად, როდესაც თეოდოსი დიდი გახდა იმპერატორი, ერთ-ერთი პირველი ბრძანება მან გამოსცა, ესე იგი, ერეტიკოსების წინააღმდეგ. ეს იყო 398 წელს და ამბროსიმ ძალიან ესე იგი მოუწონა მოკლედ და რაღაც ესე. მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი რაღაც. მე გამოვტოვებ ახლა კიდევ რამდენიმე შემთხვევა იყო იმპერიაში რაღაცა დაძაბულობის, იქ იმპერატორი მოკლეს, სხვა იმ მაქსიმე იყო ესეთი უზურპატორი, რომელმაც მთელი ამბები იყო და ეს აბსოლუტურად შეუწყნარებელი იყო ამბროსი ყოველას მიმართ. ეხლა იმას არ ჩაურმოდები. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. ისევ ამ თეოდოსი დიდს ეხება ეს და იმიტომ. მოკლედ ესეთი რაღაც მოხდა 390 წელს თესალონიკში. ეხლა ამასაც ვერ გეტყვი ზუსტად რა შინაარსის იყო ეს. ძალიან დიდი დაძაბულობა შეიქმნა გუთების არმია იდგა, სახელმწიფო ჯარია ეს. თეოდოსი დიდის დაქვემდებარებაშია და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოკლედ მოხდა დაპირისპირება და ესე იგი მათ მოკლეს ამათი გუთების მეთაური, სამხედრო მეთაური, ესე იგი ბოტერიხი და რამდენიმე ოფიცერი კიდე. რამაც ძალიან სერიოზული გამოიწვია იმპერიაში დაძაბულობა და ეს გუთები, ამ გუთების აჯანყება ეხლა სრულებით არაფერში არ აწყობს ამ თეოდოსის და მათ მიმართეს იმისათვის, რომ მეფეს რაიმე სამართლიანი სასჯელი დაედო თესალონიკელებისათვის და თეოდოსიმ ესეთი რამე გააკეთა. აი რაც ესეთი ღაღადებდა რა, ესეთი მეფე, ესეთი რამე როგორ შეიძლება მისცა უფლება გუთებს, რომ დაესაჯათ თესალონიკელები და ამათმა ამოწყვიტეს მოსახლეობა. ამ გუთებმა 7000 კაცი მოკლეს ამ ქალაქში, ახლა 7000 კაცის მოკლა წარმოიდგინეთ ახლა თესალონიკი, ახლა დღესაც ცოტა დიდი შეიძლება არც თბილისის ხელაა რა. ხო და ახლა 7000 კაცი თბილისში რომ მოკლა წარმოიდგინეთ რა. ძალიან მძიმე შედეგები იყო რა. ძალიან დამძიმდა ყველა და ამბროსი დატოვა მილანი. სადღაც სხვაგან გადავიდა, რატო იცით? ესე წერია, რომ მეფესთან შეხვედრა არ უნდოდა. იმიტომ კი არა, რომ რაღაც ესე იგი კონფლიქტს ერიდებოდა, სახის დანახვა არ უნდოდა თეოდოსი დიდის. იმპერატორი თეოდოსის რაღაც თავის მასში გადავიდა აგარაკი თუ რაც რა დავარქვა და იქიდან გაუგზავნა თეოდოსის წერილი და უთხრა რომ ვერ შეხვდებიო მე შენო და ტაძარში თუ გაბედაო შესვლასო საკურთხეველს არ მიუახლოვდეო იცოდება და ზიარებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტიაო სანამ არ მოინანიებ შენს სოდვასო რა ცოდვა ჩაიდინო რა უნდა ქნას ახლა იმპერატორია და ამ ხელა რაღაც ცოდვა ჩაიდინო მაგრამ ნუ ხო განკვეთავს ესე იგი ვერ განკვეთავს კარგი არაფერი მოყვება ამას ხო და ესეთი ეპიდემია დაადო რა ნუ ესე იგი ეს ახლა რასაც გიყვებით ესე დაწურლებით კი აქ ამ პავლინს ნახსენები, მაგრამ თეოდორიტე კვირელს აქვს საეკლესიო ისტორიის მეხუთე თავის მე-17 პუნქტი არის პარაგრაფი ესა, რასაც ახლა გიყვებით. და ერთხელაც რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ამბავი და ნუ აი ამის შემდეგ წირავს ამბროსი მილანში წირვას ატარებს და ეს მაინც შემოვიდა ეს თეოდოსი.
თეოდოსი შემოვიდა და მიუახლოვდა და მოითხოვა ზიარება. და ეს მოუბრუნდა ამბროსი და საჯაროდ ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მეფეო შენო ისეთი ცოდვა ჩაიდინეო, რომ ამისთვისო ჩუმი სინანული არ არის საკმარისი. ამისათვის ესეთი დაფარული სინანული არ არის საკმარისი, საჯაროდ უნდა მოინანიო ეს ცოდვა უთხრა. და ის გავიდა ტაძრიდან. და რამდენიმე თვე ესე იყო არაზიარებოდა რა. იმისზე არის ლაპარაკი. ეს თან წმინდანად არა ხო შერაცხილი იმპერატორი თეოდოსი დიდი. უდიდესი პიროვნება. და რამდენიმე თვის შემდეგ, 2 თუ 3 თუ რა ვიცი რამდენი გავიდა, აი ამ წლის ესე იგი შობის დღესასწაული მოახლოვდა. შობა 60-90 წელია და შობის დღესასწაულია და რა გააკეთა იცით? ესე იგი უბრალო კავით განიმოსა ეს თავისი სამეფო ღირსების აღნიშნული ნიშნები მოიხსნა მთლიანად და ესე მივიდა ტაძარში. ესე დაიჩუქა და ამბროსის თხოვა შენდობა. და მხოლოდ ამის შემდეგ ამბროსიმ შეუნდოდა აზიარა მოკლედ. ეხლა გადავიცეთ ცოტა კიდევ სახალისო და ესეთი დასწავლები. კიდე გავიხსენოთ 1-2. ესე იგი ფლორენციაშია ეხლა და დეცენტიუსი არის ესეთი დეცენტიუსი არის ცნობილი მოქალაქე ფლორენციის. და ამ დეცენტიუსმა მიიღო ამბროსი თავის სახლში. თავის სასახლეში მოკლედ იქ მიუჩინა, გამოუყო ოთახი და ამბროსი იქ მოკლედ გაჩერდა რა. და აღმოჩნდა რომ ამ დეცენტიუსის ჩვილი ბავშვი პანსოფიუსი ქვია ამ ბავშვს, ეს პატარა ბავშვია და ეს არის ეშმაკეული. შეპრობილია რა ბავშვი და მიუყვანეს თხოვეს ესე იგი ამას და ამან ილოცა, ხელი დაასხა და განასხა ეს ეშმაკი. განასხა, დაწყნილდა ბავშვი ამოისუნთქეს და რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს რაღაცა ინფექცია დაემართა თუ რაღაც მოკლედ უცებ ძალიანად გახდა და მოკვდა ეს ბავშვი. და ამბროსი არ იყო ამ დროს სახლში თავის საქმეებზე იყო ფლორენციაში გასული და დედამ ამ ბავშვის დედამ მეორე სართულზე ცხოვრობენ ესენი ეს ამბროსი სადღაც პირველ სართულზე მოკლედ ჩამოიყვანა ეს მკვდარი ბავშვი და ამბროსის საწოლზე დააწვინა. და ეხლა ამბროსი ბრუნდება და შედის თავის ოთახში და ხედავს რომ ეს პატარა ბავშვი მკვდარი უწევს ლოგინში. და ძალიან იმოქმედა ამან თან ეხა წარმოიდგინეთ სიტუაცია ცოტა ხნის წინ ეშმაკი განასხა ბავშვი განკურნა და უცებ ბავშვი გარდაიცვალა. და ესე უწერია პავლინს რომ როგორც ელისე წინასწარმეტყველმა გააკეთა ეს თავის დროს. ეს მთელი ტანით დააწვა ბავშვს. დააწვა ზეიდან და ილოცა თავისი სხეულის სითბოდ გაათბო ბავშვი თუ რაღაც მოკლედ ილოცა და გააცოცხლა ეს ბავშვი. გააცოცხლა და დაუბრუნა ეს ბავშვი მშობლებს და მოგეუბნებით ეს იუმორი არც ამ პავლინს ავიწყდება და ესეთი რაღაც უწერია რომ ამ ბავშვს დაუწერა წიგნი. ანუ ეს აღწერა ეს ყველაფერი ამბროსიმ. ეს ბავშვი პატარაა ჯერ. დაუწერა წიგნი ამ ბავშვს ხარ ემახსოვრება ეხა ეს რომ გაიზრდება და რო გწოდნოდა ეს ამბავი წიგნისგან ის რაც ვერ დაემახსოვრა იმიტომ რომ იყო ჩვილიო. მაგრამ ის შემთხვევაო თავის წერილებში და თავის თულებებში არ მოხვდა ესე იგი არ აღუწერია და
ჩვენ არც გვაქვს უფლება რომ კითხვა დავსვათ რატო გადაწყვიტა ესეო რა ესეთი რაღაცა უწერეთ. ჩვენი საქმე არ არის მოკლედ იმანის თამაში რატო არ აღწერა. ასევე მოკლედ აი ეს აგრიკოლოსი და ვიტალი რო ახსენეთ, ეგ ვალერი გითხარით, შემეშალა, ვიტალი და აგრიკოლა და ვიტალი. აი ხარ მეშლება ნეტა, მაგრამ ნუ მე გადავამოწმებ კაცრავად, თუ მეშლება. მოკლედ ამ ვიტალის და აგრიკოლას წმინდა ნაწილები ბონონია არის ქალაქი, იქიდან გადმოასვენა, სადაც ებრაელების სასაფლაოზე იყვნენ დასაფლავებულები, ესენი რატომღაც. და ესენი გამოეცხადნენ აი ამ ბონონიის ეპისკოპოსს და უთხრეს რა ჩვენი საფლავებიო და გათხარეს ამოასვენეს და ამათი სხეულები ფლორენციაში ააშენა მან ტაძარი რო იყო ჩასული და აი ტაძარში ამ ბაზილიკაში დაასვენა ეს წმინდანები. ეხლა უკვე გადავინაცვლოთ უკვე ბოლოსკენ მისი ცხოვრების აღსასრულს მოგიყვებით, იმიტომ რომ ხოლმე ძალიან ბევრი რამ გამოვტოვე. ხო და რომ შეიძლებოდეს ესე იგი, რომ ერთ საუბარში ჩავატიოთ ეს ყველაფერი და ესე იგი, ეხლა ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ, რაც თავში გითხარით, რომ ეს წერს ეს პავლინი, რომ ესე გარდაცვალებამდე, მალე გარდაიცვალაო მერეო და მანამდე ლოგინში წერს, ლოგინს არის მიჯაჭული და კარნახობს მე 53 ფსალმუნის განმარტებას. და მე ვიწერ ამას. ვიწერ და რაღაც ადგილი არის, საფრთხო წერილიდან ციტატას ლაპარაკობს და უცებო დავინახეო ესეთი რაღაც, რომ ესე იგი რაღაცა ცეცხლი, აი ფარი რო წარმოიდგინოთ, პატარა ფარი. ნუ საბრძოლო ფარი რა. აი ამ ფარის ფორმის ცეცხლი თავზე დაადგრა ამას. და ეს ცეცხლიო მის თავში შევიდა და პირიდან გამოვიდა, თითქოს როგორც ადამიანი რო საკუთარ სახში შედისო. ესეთ რამეს წერს ეს პავლინი. აი ესეთნაირად შევიდა და მისი პირიდან გამოვიდაო. და მე გავშეშდიო ამას რო უყურებდიო. და ვერ ჩავიწერეო. მე რა თქმა უნდა დავწერე, იმიტომ რომ ზეპირად ვიცოდი ის ადგილიო, რასაც იმ წუთას ციტატას რასაც ამბობდა რა. ხო და მერე ეს ყველაფერიო მე მოუყევიო ეპიმას რა ქვია დიაკონს კასტოსი ერქვა ამ დიაკონს რომელიც ულიდა რომ როგორ ვნახე მე სულიწმინდის გარდამოსვლა მადლის გარდამოსვლა ისევე როგორც თავის დროზე მოციქულებს ცეცხლის სახით რომ დაადგა სულიწმინდა აი ეს ვნახე როგორ დაადგა ამბროსის ჩემი თვალით ვნახე მოკლედ ესო ნუ ასე როდესაც ესე იგი ეს უკვე მიჯაჭული არის ესე იგი მისი ოთახიდან შემდეგ ძელი დერეფანი არა დერეფნის ბოლოში დგანან ეს კასტოსი ასევე პოლემიუსი ვენერიუსი და ფელიქსი მე ესენი რიგრიგობით ეპისკოპოსები გახდნენ მედიოლანის ხო და მოკლედ ესენი დგანან და საუბრობენ ეს დიაკვნები რომ როდესაც გარდაიცვალა ჩუჩულებენ ძალიან ის შორს არის სადღაც. როდესაც გარდაიცვლება, ვინ ჯობია რომ გახდეს მედიოლანის ეპისკოპოსი, ანუ მილანის ეპისკოპოსი და ამათ ახსენეს სიმპლიციუსი. სიმპლიციანე უფრო სწორედ, სიმპლიციანე ხო არ ჯობიაო. ოღონდ ძალიან ჩუმად აი რაღაც ჩურჩულებენ რაღაცა ძალიან ჩუმად ლაპარაკობენ და ეხლა მე ჩურჩული დავიწყეთ აღარ ისმის ალბათ. ხო და მოკლედ იმან იქ თითქოს აი ამათ შორის არის რა. საუბარი გააგრძელა. უი სიმპლიციანე კარგია. ისიც ჩუმად ამბობს, ოღონდ ისმის. ასაკოვანია, მაგრამ კეთილიაო. ხცოვანი, უბრალოდ ხცოვანია, მაგრამ კეთილი. სამჯერ გაიმეორა. ხცოვანია, მაგრამ კეთილი. ხცოვანია, მაგრამ კეთილი და ამათ ისე შეეშინდათ, რომ ესენი გაიქცნენ. აი რაღაცას რო იტყვი და შევთხოვეთ ვიღაცა რო გაიგებს და ნუ რაღაცა ძალიან უხერხო მდგომარეობაში რო ხე რაღაცა ესეთი რაღაცა დაემართათ. და რა თქმა უნდა
რა თქმა უნდა, როდესაც გარდაიცვალა, სიმპლიციანე გახდა შემდეგ მედიოლანის ეპისკოპოსი. და ბოლო ამბავი ესეთია, ბოლო როგორ გარდაცვალებამდე ლუდიის ეპისკოპოსი არის ვასიანი, რომელმაც ესეთი რამე მოისმინა. როდესაც ამ სიმპლიციანესთან ერთად ლოცულობდა, ესენი ყველანი აქ არიან გარშემო, მის გარშემო არიან და ამას მოუყვა თვითონ ამბროსი. ამბროსი უთხრა ესეთი რაღაცა, რომ ამ სიმპლიციანესთან ლოცულობდიო და ამ დროსო რატო გადაწყვიტა სიმპლიციანე კარგია, რატო თქვა თურმე ესე იგი ამ დროს ქრისტე მოვიდაო და გაგვიღიმაო. და მოკლედ ამიტომ და მალე უკვე ამის შემდეგ გარდაიცვალა კიდევაც. მოკლედ დაახლოებით 11 საათი იყო. ახლა ლაპარაკია უკვე ესე იგი კიდევ ერთხელ რომელი წელია მისი გარდაცვალების ახლა ვნახავ, ეს არის 697 წლის დიდი მარხვაა და დიდი შაბათი, ბრწყინვალე შაბათია და 11 საათზე დაახლოებით 11 საათია და დაიწყო მან ესეთი ლოცვა. ესე იგი ჯვრის სახით ესე გადაიჯვარედინა წევს ამბროსი ხელები და ეს პავლინი ამბობს, რომ უყურებდითო და არ გვესმოდაო სიტყვებიო, ტუჩებს ამოძრავებდაო და ლოცულობდაო. და ამ დროს ზედა სართულზე ესენი მორიგეობენ და ვერჩელის ეპისკოპოსი ჰონორატი, ამაზე ჩვენ გვისაუბრია ადრე. ვერჩელის ეპისკოპოსი ჰონორატი დაწვა და მორიგეობის შემდეგ უნდა დაისვენოს რა დასაძინებლად და როდესაც დაწვა სამჯერ გაიგონა ესეთი სიტყვები. ადექი, რადგან მალე ის წავა. მალე ის დატოვებს აქაურობას. ადექი, რადგან მალე უნდა გარდაიცვალოს. სამჯერ გაიგონა ეს სიტყვები, სასწრაფოდ ადგა, ჩამოვიდა და ხორცი, ქრისტეს ხორცი და სისხლით აზიარა, ნაწილებით, წმინდა ნაწილებით და ამან ეს ნაწილი მიიღო, გადაყლაპა და გარდაიცვალა. და როდესაც გარდაიცვალა, უკვე საღამო ხანი იყო, გადაასვენეს აი ამ ამბროსის ბაზილიკაში, დიდ ტაძარში და ზუსტად იმ ღამეს, როდესაც უკვე ამ ტაძარში სააღდგომო მომსახურება აღესრულებოდა, აღდგომა დგება რა, 97 წლის აღდგომა და აქ ესეთი წესია. დღესაც ხანდახან სრულდება ხოლმე, მზადებიან კათაკმავლები და აი ამ შაბათის წირვის დროს ისინი ინათლებიან. იქ 15 საწინასწარმეტყველო იკითხება სპეციალურად, რომ ამ დროს ნათლობის ჩატარება მოესწროს წირვის დროს. ხო და მოკლედ ესენი ინათლებიან და ამ დროს ამბროსი უკვე ტაძარშია გადასვენებული, სანამ ამბროს როგორ, მოინათლენ ეს ბავშვები რა და იქ არიან ეხლა უნდა ეზიარონ აღდგომის წირვაზე. ხო და მოკლედ ბავშვები იქ არიან და ეს ბავშვები ხედავენ სხვადასხვა მდგომარეობაში, ხან კიბეზე ჩამოდის ამბროსი, ხან ტახტზე არის და მშობლებს ეუბნებიან, თიცი შვერენ და ნახე ამბროსი მშობლებს ეუბნებიან და მშობლები ვერ ხედავენ, იმიტომ რომ მათი მზერა და მათი თვალი ესეთი წმინდა არ არის, როგორც ახლად მონათლული ბავშვების. და კიდევ ბევრი სასწაული იყო და ბევრი გამოცხადება. და კიდევ ესე იგი სიკვდილის შემდეგაც იყო ცილის წამებები ამბროსის მიმართ და ეხლა რამდენიმე შემთხვევა აღწერენ, მაგალითად დონატუსი იყო ვინმე, დონატუსი მედიოლანის ტაძრის ღვთისმსახური, მღვდელი და ერთხელაც
მოკლედ რაღაცა სადილი არის, სადაც სამხედრო პირებიც ესწრებიან და დაიწყო ამბროსიზე რაღაცა სიბინძურების ლაპარაკი რა. და ამ სამხედროები ეუბნებიან, რას ამბობო კაცო, რებს ლაპარაკობო შენო, როგორ ბუდელი ხარო და შენ ამბობო ესეთ რამეს ეპისკოპოსეო და უცებ. აი რაღაცა დაგარტყმს, რაღაცა ესეთი მძიმე დარტყმა მიიღო და გაშეშდა. და ესე იგი აი იმ ადგილიდან განძრევაც ვერ მოახერხა და იქიდანვე აიღეს და პირდაპირ აიღეს და მიწაში ჩააგდეს და ასაფლავეს რა. და ასეთი შემთხვევა განმეორდა ასევე ქალაქ კართაგენში და სადაც ბევრი სასულიერო პირი იყო შეკრებილი და ერთ-ერთი ეპისკოპოსების სახელებია ჩამოთვლი ხა აზრი არ აქვს ჩამოთვლას. მურანოსი იყო ესეთი ეპისკოპოსი, ბოლიტანის ეპისკოპოსი და აი მურანოსმა დაიწყო ცილის წამება ამბროსიზე კართაგენში. და მეო ეს პრობუსი ესწრებოდა შევაჩერეო და მოუყევი რომ აი დონატოსმა გააკეთავ და ეს რამ დაემართავ რა. და აი მას რო უყვებოდი ზუსტად ამასაც იგივე დაემართაო, დავარდაო რა. და იგივე ადგილიდან საკაცი წაიყვანეს და მეორე დღეს ესე იგი დაასაფლავეს. მოკლედ ამბროსის ცილის წამება ამბროსიზე ცუდის თქმა არ შეიძლებაო და ამით თავდება ეხა ეს და ეს პრობუსი მოგვიწოდებს ჩვენ ყველას რომ ვინც ამ წიგნს აიკითხავთო ჩვენ წიგნსო ეცადეთო რომ აი მოგიწოდებთო და გაფიცებთო რა რომ დაიჯეროთო ყველაფერი რასაც მე გეუბნებითო და არავითარი ცილის წამება ამბროსიზე არ დაიჯეროთო ვისაც გინდათ რომ ამბროსისთან გქონდეთ სულიერი კავშირი და აღდგომის შემდეგ რომ მასთან იყოთ და კი არ დაისაჯოთ არამედ მიიღოთ მადლი მისგან და მეც ასევე წმინდა მამაო ავგუსტინე გევედრები რომ ილოცო ჩემთვის აი ამ ცოდული პავლინისათვის ყოველთა წმინდანთან ერთად რამე რომლებიც რომელსაც შეგიძლიათ რომ აი უფლის სახელი მოიხმოთ და იმიტომ რომ მე იმის იმედი კი არ მაქვს რომ საერთობა მექნება ამბროსისთან და მადლს მივიღებ არამედ გევედრებით აი როგორც რუსთავოს უწერია ეს ფრაზა საოცარი ცოდვათა შემსუბუქება მუნთანაცა სატანისა რომ აი ჩემი ცოდვების შენდობისათვის გევედრებით და ნუ მოკლედ ამითი თავდება ამბროსის შესახებ აი ეს პავლინის მონათხრობიდან მე გაჩვენებთ ჩვენ გაგვაჩნია აი ესეთი ხატი და წმინდა ნაწილი წმინდა ამბროსის აი ხა გავხსნი ამას რომ კარგად დაინახოთ ესე იგი ამბროსის გამოსახულებები არსებობს მაგრამ აი თუ ჩანს ხო კარგად აი ეს არის აი მისი გამოსახულება იმ ამბროსის ტაძარში მილანში ეს არის მე-5 საუკუნის მოზაიკა და მგონი საუკეთესო გამოსახულება არის წმინდა ამბროსის ამიტომ ეს სხვა გამოსახულებები არ წარმოვიდგენ ფაქტიურად ავთენტურია და ამიტომ ჯერ კიდევ მიხსიერებაში იყო რეალურად და კიდევ უნდა გაჩვენოთ აი ეს არის ჩაბრძანებული ხამოერე აი წმინდა ნაწილი ესეთი ფრაგმენტი გვაქვს ნახეთ ჩანს ხო და კიდე ესეთი მტვერი ну საკმაოდ დიდი ფრაგმენტი გვაქვს ჩვენ წმინდა ამბროსი მედიოლანელის შეგვეციოს მისი მადლი და ეხლა მე გადავალ სხვა წმინდანების შესახებ მოგიყვებით ვისი ხსენებას დღეს არის და ვიზეც არ გვისაუბრია შემდეგი წმინდანი ვიზეც დღეს უნდა ვისაუბროთ მისი სახელი არის
დაიბადა ნათლობაში არის ბურგუნდო ფარა, ბურგუნდიელია, ბურგუნდო ფარა, ქალბატონი არის და ნათლობაში არა აღკვეცისას ეწოდა ფარა. იღუმენია ფარა. ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ესე იგი გადავინაცვლებთ შესაბამისად მერვე საუკუნეში და ჩვენ გადავინაცვლებთ წმინდა კოლუმბანის დროს წმინდა კოლუმბანის ცხოვრებაში არის მოთხრობილი წმინდა ფარას შესახებ. ჩვენ სულ ახლახანს ვისაუბრეთ წმინდა კოლუმბანის შესახებ. მისი ცხოვრება აღწერა იონა ბობიო არის კოლუმბანის მიერ დაარსებული მონასტერი და ეხლა მე რა თქმა უნდა წმინდა კოლუმბაზე არ გავჩერდები. მაგრამ მის სახელთან არის დაკავშირებული კოლუმბანის სახელთან და რატომ არის ახლა ამასაც მოგიყვებით. დავიწყოთ თანმიმდევრულად ფარა ფრანკი წმინდანია, ბურგუნდიელია და შამპინის ციხესიმაგრეში დაიბადა და ხანგერიკი არის მისი მამის სახელი, ეს არის გრაფი და ეს სიტყვა ქართულად გამოითქმის მო იწერება ცოტა სხვანაირად ფრანგულად, ეს არის სენა და მარნას დეპარტამენტი, მდინარე მარნას ნაპირას და შამპინის სენა და მარნას და შამპინის დეპარტამენტი, მოკლედ აი ამ მხარეში დაიბადა და დაერქვა სახელად, მამამ უწოდა ბურგუნდო ფარა, ანუ ბურგუნდიელი ფარა სახელია. და ეს ხანგერიკი იყო მაიორდომი, ანუ შეიძლება ითქვას თანამედროვე სიტყვებით პრემიერ-მინისტრი, მეროვინგების, ესე იგი, ესენი არიან მეფეები, ტეოდორბერგ მეორე და თეოდორიკ მეორე, ჰილდებერტ მეორის შვილები და მოკლედ ისევ იმ ბრუნჰილდასთან მივადექით, ისევ იმის შვილიშვილია ეს ტეოდორბერტი, ბრუნჰილდა შვილიშვილი არის, სულ ახლახანს, მოკლედ წმინდა კოლუმბანის დროს, როდესაც ვისაუბრეთ, აღნიშნეთ ეს ამბები, საკვარიბებიას გეგმები და ეხლა ჩვენ აქ აღარ ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მოკლედ ეს კოლუმბანი ხა რატომ მაინც ვახსენეთ ისევე რომ ეს კოლუმბანმა ლუქსოი ესე ქვია, ლუქსოის მონასტერი რომ დაარსა და ცხოვრობდა იქ. მოკლედ ამ ბრუნჰილდას მოკლედ ამ ხრიკების თუ მრისხანების შედეგად იგი იყო გაძევებული, განდევნილი ამ ლუქსოის მონასტრიდან და ამის შესახებ როგორც მოგახსენეთ ჩვენ ვისაუბრეთ და მოკლედ ეს კოლუმბანი აი ამ მოს ციხესიმაგრეში აი ამ ხანგერიკს ესტუმრა, ხანგერიკმა მიიღო სტუმრად, ეს არის ეს კუმის ცხოვრებაში აღწერილი, ეს არის თეოდორბერტ მეორის მეგობარი და ესეთი დახასიათება აქვს, რომ ის იყო ძალიან გონიერი, კარგი მრჩეველი მეფეებისთვის, ხანგერიკზე ვლაპარაკობთ, ესე იგი ამ ბურგუნდო ფარას მამაზე და განთქმული თავისი სიბრძნით. და როდესაც ხანგერიკმა ხაგნერიკი უბრალოდ ხაგნერიკი ალბათ ესე ქვია, ხაგნერიკმა რომ შეიტყო წმინდა კოლუმბანის შესახებ, ძალიან დიდი პატივით, დიდი სიხარულით ისტუმრა და მოკლედ შესთავაზა ყველანაირი პირობა, რომ დარჩენილიყო ცოტა ხანი მასთან სტუმრად. და მან კოლუმბანმა მისი სახლი აკურთხა, დალოცა სახლი, ასე ქვია, ხა ეს მთელი მამულია, ხო, რაღაც ესე და ბურგუნდო ფარა, მისი ქალიშვილი მონათლა, პატარა ბავშვი, რომელიც აღმოჩნდა ძალიან გონიერი და მოკლედ პირდაპირ ესეთი კურთხევა მისცა ბავშვს, რომ ესე კარგი მონაზონი დადგებაო და ამათაც ძალიან მოეწონათ ეს აზრი, მშობლებს, რომ ეს ფარა
დადებდა აღთქმა სუფრის წინაშე და ძალიან გაუხარდათ მაშინ. გარდა ამისა, ფარას, ანუ ბურგუნდო ფარას ყავდა ძმები და დები. ესე იგი, ძმა ყავდა წმინდა კონუალდო, რომელიც მერე ლუქსოის მონასტრის ბერი გახდა და მოგვიანებით შემდეგ ეპისკოპოსი და აი ფარემუწე ქვია იმ ადგილს, რომელიც მერე მოგვიანებით ფარამ დაარსა, მაგრამ ჩვენ ახლა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ლაონის ეპისკოპოსი გახდა ეს კონუალდო და ფარონი ყავდა კიდე ძმა, რომელიც აი ამ ხარის ანუ მოს ეპისკოპოსი გახდა, ასევე დაყავდა აგენტრუდა და კიდევ ერთი ძმა აგნულფი, რომელიც დაგობერტ პირველი მეფის, ოღონდ ახლა ამ მეფეები ვინ დაკავშირში ერთმანეთთან ამაზე აღარ შევჩერდები, აი ამ დაგობერტ პირველის კანცლერი გახდა, ესე იგი ძმა. და ერთხელაც მოკლედ ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ ახლა თავიდან ვიწყებთ ფაქტიურად ისტორიას, რატო თქვა კოლუმბანმა ამაზე რომ მონაზონი იქნება და მოკლედ ერთხელაც მოდის კოლუმბანთან ეს ბურგუნდო ფარა. მოდის კოლუმბანთან, რაღაც ეს კოლუმბანი არ ვიცი, მინდორში იყო თუ სადღაცა და მოკლედ ეს მოდის და უჭირავს ხელში თავთავების კონა ამ ბურგუნდო ფარას. და ეს თავთავები არის როგორ იცით, აი ნედლია ჯერ, აი დამწიფებული რო არ არის თავთავი და რომ მოგლიჯავ და რომ დაკრიფავ რა. აი ესეთ თავთავების თავების უჭირავს და ეს კოლუმბანი უყურებს გაკვირვებით. ეს რა არის უთხრა. დაგრიფავ. სად ნაკრიფავ? ეხა ხო არ არის სეზონია პურის. არ არის რა, ეს თავთავს რომ დაწესავ, ხო, დავის დრო აქვს, როდის უნდა ამოვიდეს, როდის უნდა დავწიფდეს და ეს დავწიფებული თავთავები უჭირავს ხელში. ხო და არ არის ხო მაგის დრო და და უთხრა ესეთი რაღაცა, რომ ეს თავთავიო ქრისტეს სიმბოლოა, გაუკვირდა ძალიან რა ამ კოლუმბანს, მოკლედ ეს თავთავები ხელში ამისი და ესო ქრისტეს სიმბოლოა და ფარამ უთხრა, რომ მე მინდა რომ ქრისტეს ვემსახურო. ეს პატარა გოგო უნება რა. მინდა რომ ქრისტეს ვემსახურო და მე ჩემთან მოდის ხოლმე ღამეო ქრისტეო. ხან ბავშვის სახითო, ხანდაც ისეთი დიდებული დასრული ადამიანის სახითო, თუ ჩამოგლეჯილი აქ ტანსაცმელიო. და ეკლესიის გვირგვინი ადგას თავზეო. და ხანდახან ჯვარზე გაკრული მეცხადება ხოლმეო. ყოველას მინდა ღვთისმშობელთან ერთად. ეს გოგო ეუბნება რა. და ხანდახანო სინათლით გარემოცულიაო. და აი მაშინ დაინახა კოლუმბანმა აი ამ ბურგუნდო ფარაში აი ეს ღვთაებრივი მოწოდება, შეიძლება ითქვას მოწოდება, რომ და უთხრა რომ მოემზადეო მონაზვნობისთვის. ნუ როდესაც რაღაცა დრო გავიდა, უკვე წამოიზარდა ეს ფარა, ბურგუნდო ფარა, ხო? წამოიზარდა ამ ხაგნერიკმა მამამ დაიწყო, ესე იგი, რაღაც უცნაური სამზადისი ამის გასათხოვებლად. და მშვენიერი სასიცოცხლო შეერჩია ოჯახი, იმიტომ რომ ამას რაღაც საქმეები არ ქონდა კარგად, ის მდიდარი ოჯახიც იყო, ანუ ამისი მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესდებოდა და ძალიან პრესტიჟული ოჯახი იყო და მოკლედ ყველანაირად ჩვენურად აწყობდა ამისი გათხოვება და დედამ უთხრა კაცო არ გახსოვს რომ ჩვენო შევთანხმდითო რომ ეს მონაზონი უნდა გახდესო და ცირავ ამან უთხრა მე მახსოვსო ეხლა კიო როგორ არა მაგრამ ნუ ესეაო წესიო რა უნდა გათხოვდესო ქალიო და მოკლედ აწყობს რა ყველანაირად ესე და მოკლედ როგორც კი ეს თქვა ამას უცებ დაეწყო რაღაც ავადმყოფობა ამ ფარას ჩავარდა ლუგინად ვეღარ დგება ლუგინიდან და დაბრმავდა საერთოდ ვეღარ ხედავს რა ნუ ძალიან შეშინდა ეს მამა და
და აი სწორედ ის პერიოდია, როდესაც საერთოდ გაძევებულია, დაპატიმრებულია ეს კოლუმბანი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მონასტრის ამ ლუქსოვის მონასტრის წინამძღვარი ამ დროებით არის ევსტათი და ეს ევსტათი დედამ ჩამოაყვანინა. მოიწვია ლუქსოვიდან რომ ჩამოდი არიქა ესე იგი მოკლედ რაღაცა დახმარება გჭირდება და რომ ჩამოვიდა და რომ ნახა ესეთი ვითარება ამ ხაგნერის დაელაპარაკა მამას და უთხრა რომ იცი რა არ არისო ეგო სწორიო ხარ ასე ჩენაფერ პირობა გაქვს დადებულიო და ესე იგი ბავშვო მიცეთო თავისუფლება და მამა იძულებული გახდება რა ხდება ეს გოგო და იძულებული გახდა რომ დათანხმებულიყო და როგორც კი დათანხმდა დაიწყო გამოჯანმრთელება თვალიც აეხილა და წამოდგა ლუგინიდან და როგორც კი ამან დაინახა რომ ეს წამოდგა ლუგინიდან მოკლედ ისევ დაიწყო სერიოზული სამზადისი ქორწილისთვის და დედამ უთხრა რა შვებიო კაცო დაგუპავოსო ყველასო რა როგორ შეიძლებაო ესეო და ამ ფარამ რომ ნახა რომ სხვა გამოსავალი არ არის გაიქცა და დაიმალა ტაძარში ადგილ ახლო წმინდა პეტრეს ტაძარში მივიდა და მღვდელს ჩვეულებრივ სამრევლო მღვდელს თხოვა დახმარება რომ აი ესაო და მოკლედ იმა როგორც კი შეიტყო მამამ სადაც არის ეს ქალიშვილი განრისხებული მივიდა ამ ტაძარში რომ ესე იგი ეს ახლა გამოიყვანოს იქიდან და მოკლედ რაღაც ძალის გამოყენებით და რო შევიდა ეს მღვდელი გადაუდგა და უთხრა კი ბატონო მესმისო ყველაფერი მაგრამ ეს ღვთისსახლიაო და აქო არ შეიძლება ძალის გამოყენებაო და ღვთის რაიმე საწინააღმდეგო მოქმედების შესრულებაო და ყველას აქვს უფლება რომ აქ შემოვიდეს და თავშესაფარი ნახოსო ტაძარში შემოსული ადამიანი არის ხელშეუხებელი უთხრა და შენ თუ ამას დაარღვევო ამ პირობასო ღმერთი ძალიან დაგჯისო უთხრა ესე ამხილა და ეს გამოვიდა რა განრისხებული გამოვიდა და ერთი ნახაო რა ესე იგი რამდენხანს გაჩერდება მანდო და ეს ჯარისკაცები მოკლედ თავისი დაცვა გაუკეთა ამ ტაძარს რომ არავინ არ შესულიყო და არავინ არ გამოსულიყო ამ ტაძრიდან და ეს რომ მოკლედ ამ დედამისმა სასწრაფოდ დაიბარა კიდევ ერთხელ ეს ევსტათი დაიბარა ლუქსოიდან ჩამოსული და ეს რო ჩამოვიდა მოკლედ ძალიან მკაცრად დაელაპარაკა ამ მამას აი პირდაპირ გალანძღა და უთხრა რომ შენო ღვთის მოწინააღმდეგე გახდიო რა თურმეო რა და შერისხა და არაფერი არ მაინტერესებსო უთხრა შევიდა ამ ტაძარში ერთი გაბეძოს წინ გადამიდგეს შევიდა გამოიყვანა ეს ბურგუნდო ფარა და უფრო სწორედ აკვეცა ტაძარში შევიდა და იქ აკვეცა ამან და დაარქვა სახელად ფარა და გამოიყვანა ესო მონაზონია უკვე და გამოიყვანა და წაიყვანა ამ ლუქსოვის მონასტერში და წაიყვანა მისი ძმაც და მოკლედ ის გახდა ბერი ეს ესე იგი მისი სახელი არის კანუალდო და ეს ბერი გახდა და ამანაც ფარამაც იქ ამ ლუქსოვილშიც იყო დედების ნაწილი მონასტერში და დაიწყო იქ ცხოვრება. ამის შემდეგ რაღაცა დრო გავიდა. ხო და აქ არ წერია სხვათა შორის, თუმცა არ ვიცი, გარდაიცვალა ეს თუ არ გარდაიცვალა ჯერ ეს ხაგნერიკი და მოკლედ მამისგან მიიღო რაც ეკუთვნოდა მზითები ამას მემკვიდრეობა, მათ შორის მიწები და ეს არის ორი მდინარე შორის იყო მანძილი, ეს ტერიტორია და ადრე ერქვა ამას ეორიაკუმ და მერე ეწოდა ფარე მუწიე, ანუ ამ ქალის სახელი ეწოდა, მერე აქ კიდევ ქალაქიც გაშენდა. ეხლა ვერ პოულობ ამ მდინარეების სახელებს, მაგრამ მოკლედ ორ მდინარეს შორის იყო ეს მანძილი და ეს ამან დაარსა აქ მონასტერი, ეს ფარე მუწიეს მონასტერი
და გახდა თვითონ წინამძღვარი და უფრო სწორედ კი დაარსა ორმაგი მონასტერი, ანუ ორმაგი მონასტრები ეს კოლუმბანის იდეა იყო საერთოდ თავის დროზე, ანუ მამათა და დედათა მონასტრები, შორი ახლოს ერთმანეთთან ერთი წინამძღვრის ქვეშ და ეს იყო წინამძღვარი და საერთო წინამძღვარი კი იყო მისი ძმა კანოალდო, რომელიც მერე მოგვიანებით გახდა ესე იგი ეპისკოპოსი ხო გეტყვით კიდევ ერთხელ ლაონის ეპისკოპოსი გახდა ლაონის. მოკლედ 40 წელი იყო ეს ფარა იღუმენია 40 წელი იყო ფარა იღუმენია აი ეს ფოტოც შემთხვევით აღმოვაჩინე აი ეს არის ფარემუცის მონასტრის ნანგრევები ესე მოგვიანებით ეს ფარემუცის მონასტერი შეუერთდა ხო ვიგეთ შეუერთდა ახლა მოუნახო ეს სახელი მოკლედ თავარი არის სამწუხაროდ რომ საფრანგეთის რევოლუციის დროს დაინგრა და განადგურდა ეს ყველაფერი და მე-20 საუკუნეში სხვა შორის აღადგინეს და დღეს აქ არის მონასტერი და ქალაქი გაშენდა ფარემუცი ამ ფარას საპატივსაცემად ეწოდა ეს სახელი და იგი ამ მონასტერში 675 წელს გარდაიცვალა და დასაფლავებული იყო ქვის სარკოფაგი რომელიც თვითონ დაამზადებინა და შემდეგ გარდაცვალებისას მისი ძმაც ჩამოვიდა ფარონი მეორე ძმა პარიზის ეპისკოპოსი ესწრებოდა და მთელი თავისი ქონება რაც გააჩნდა მამისგან მიღებული აი მონასტერს უსახსოვრა და სესტრუდა იყო შემდეგი გამგზელებელი მისი საქმის ეს იყო ჩრდილოეთ ინგლისის მეფის ქალიშვილი 40 წლის შემდეგ მაიოლუსი იყო მოს მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მაიოლუსი რომელმაც გახსნა ეს საფლავი და აღმოიყვანა წმინდა ნაწილები და რელიკვარიუმი გააკეთა და იქ ჩააბრძანა უამრავი სასწაული მოხდა მის საფლავთან და კიდევ ესე იგი აი ეს არის მისი გამოსახულება ხელში თავთავებით ეს ძალიან პირობითია მაგრამ მეტი ამინდომიც არაფერი გაგვეჩნია და კიდევ ახლა ერთ ჯერ გავჩვენებ წმინდა ნაწილებს აი ეს არის წმინდა ფარის წმინდა ნაწილი აი ნამსაცები გვაქვს აი ესე და აღწერილობაში მითითებული მექნება არაჩვეულებრივი პატარა სიუჟეტი არის აი დღეს როგორი მონასტერი არის როგორი მემკვიდრეობა დაგვიტოვა წმინდა ფარამ თუ ბურგუნდო ფარამ აი ეს არის მის შესახებ ყველაფერი და მე გადავდივარ შემდეგ წმინდანებზე უფრო ნაკლები და ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ეს არის წმინდა მარტინის სოჟონის იღუმენი რომელიც იყო ეს მარტინი ერთ-ერთი რაც ვიცით რომ იყო მარტინ ტურელის ცოტა ხნის წინ ქონდა ჩვენ საუბარი ამისი მოწაფე რომელიც ერთგული მოწაფე იყო მარტინ ტურელის და მან დაარსა ეს სოჟონ ესე იგი საფრანგეთში არის ესა შარანტა ესე იგი ზღვისპირეთის ეპარქია ესე ქვია ლაროშელის ეპარქია არის და იქვეა
იქვეა დასაფლავებული ეს მონასტერი მისი მე-11 საუკუნეში ლიმოჟის მონასტერში შეუერთდა და რომელიც შემდეგ საფრანგეთის რევოლუციის დროს დაინგრა და აი კრიპტა ეს ნანგრევები დარჩენილი თავისი პატარა მოზაიკით ეს ლიმოჟის მონასტერი და ესეც მეტი არაფერი არ ვიცით მის შესახებ, არ გამოსახულება გაგვაჩნია და ერთადერთი კი აი მისი აი ამ მარტინის წმინდა ნაწილი გვაქვს აი ესეთი. კიდევ ერთი წმინდანი, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ვიცით, მაინდა-მაინც. არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ იგი მოხსენებულია პატერიკში, ეს არის კიევის ქვაბთა მღვიმეში დავანებული, ახლო ესე იგი გამოქვაბულებში. ეს არის მას ეწოდება იოანე მარხველი. ესე არის პატერიკში მოხსენებული და მის სტროპარში ესეთი სიტყვებია, რომ შენ ესე იგი ამ გაბრწყინდი მარხვით რამე თუ ღვთის სიტყვით უფრო მეტად იკვებებოდი, ვიდრე მიწიერი საკვებით. მისი გაგვაჩნია აი ეს არის პირობითია ძალიან 19 საუკუნის გამოსახულება ესეთი და ეს არის მისი წმინდა ნაწილები და ჩვენ გვაქვს ნამცეცი, ეხლა გაჩვენებთ მისი წმინდა ნაწილი, აი გვაქვს ეს მე ბევრჯერ მithkoms კიევის ქვაბთა მღვიმის წმინდა მამების და აი აქ არის, აი აქ არის განათებული, ალბათ დაინახეთ ხო, აი ამ ადგილზე არის მისი წმინდა ნაწილი. და ბოლოს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღევანდელი წმინდანები ამოვწურეთ, მაგრამ იმის გამო, რომ მე მithkoms, რომ ჩვენ გვემატება, შემომატებული გვაქვს წმინდა ნაწილები და არ გვისაუბრია თავის დროზე 5 დეკემბრის, დღეს არის 7 დეკემბერი, ანუ 2 დღის ადრე, ანუ 5 დეკემბრის წმინდანების ხსენება წმინდა ნაწილები გვაქვს, ეს არის წმინდა დიდმოწამე კრისპინა და წმინდა მოწამე პოტამია. ესენი არიან აფრიკელი წმინდანები, თაგორა ესე ქვია ქალაქს და ცოტა ოდნავ მეტი ვიცით კრისპინას შესახებ, წმინდა ავგუსტინეს ესე იგი ფსალმუნთა განმარტებაში ახსენებს 120 ფსალმუნის და 137-ს და კიდევ 4 სიტყვა აქვს, სადაც ქებას ასხამს წმინდა კრისპინას, ოღონდ აი ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ კრისპინას შესახებ. ეს კართაგენის მარტიროლოგში მოხსენებულია როგორც დიდმოწამე და ძალიან დიდი თაყვანისმცემა იყო, როგორც ჩანს მისი აფრიკაში. ეს არის თაგორა არის ქალაქი, ნანგრევებია დღეს ტუნისთან და ეს ვიცით, რომ იყო კეთილშობილი ოჯახიდან, ბრწყინვალე განათლება მიიღო თავისი დროის, მაგრამ იყო ძალიან მძაფრი ესე იგი ის ქონდა, რა ქვია, აღსარებელი იყო და ყავდა შვილები, ეს ვიცით, აი შვილები ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ ახლა რა უნდა მოგახსენოთ, ესე იგი, რომ დიოკლეტიანეს დევნის დროს ანულინუსი იყო, ესე იგი, ეს პრეფექტი აქაური ამ მხარის და შეიპყრო ეს წმინდა კრისპინა და ბავშვების თვალწინ აწამეს ეს და ეს თვალწრმილენი ბავშვები უყურებდნენ და ეს ყველაზე მძიმე ალბათ დედისთვის ეს არის ხო პატარა ბავშვებს უყურებდნენ და ბავშვებს აყურებინებენ ამ დედას როგორ აწამებენ არ ვიცი ალბათ ამიტომ შეირაცხა დიდმოწამეთ მეტი არაფერი ვიცით და ის კი მტკიცეთ აღიარებდა და ბოლოს ესე იგი მიუსაჯეს ჯერ რა გაუკეთეს ჯერ გადაპარსეს თლიანად თავი ნუ აი გაპარსეს ბოლომდე და ესე შიშველი დასაცინად მოკლედ ეს ბავშვები ამას ყველაფერს უყურებენ რა და მერე თავის მოკვეთა ესე იგი თავი მოკვეთეს ტებესა ესე ქვია ნუმიდიაში აფრიკაში არის ადგილი ამიტომ თებესელიც ეწოდება უფრო და ეხლა მოგახსენებთ კიდევ ჯგუფი არის კიდევ ნახსენები წმინდანებში სადაც ესეც არის მოხსენებული შეიძლება იმიტომ რომ ესენი ერთად შეიპყრეს მაგრამ ეს კი ნამდვილად ცალკე წაიყვანეს ამ თაგორიდან და თებესაში აწამეს და აფრიკაში საყოველთაოდ თაყვანისცემა იყო მისი დაინახეთ რა უნდა გაჩვენოთ
ეს არის სან-აპოლინარე ნუოვო რავენაში, აი რიგი არის, ნახეთ, დიდმოწამეების და აი კრისპინა ცალკე ესე იგი აი აქედან, აი ეს მეორეა აქ, აი თითით გაჩვენებთ, აი ეს მეორეა კრისპინა ამ მოზაიკაში. და ეს კიდე ცალკე ამობეჭდა ეს მოზაიკა და გვერდზე ცალკე რო არის, ის არის აი წმინდა კრისპინა, იცით? აი ესე გამოიყურება კრისპინა. აი ეს. და გაჩვენებთ ახლა წმინდა ნაწილს და კიდევ როგორც მოგახსენეთ პოტამიას ხსენება, ეს არის სია. კართაგენის კალენდარში იულიუსი, პოტამია, კრისპინა, ფელიცია, გრატუსი და კიდევ 7 არის ერთად დასახელებული დღევანდელი რიცხვით მეტი არაფერი ვიცით. აი ეს არის წმინდა კრისპინას წმინდა ნაწილები. აი ეს არის წმინდა კრისპინა და ეს არის წმინდა პოტამია. აი ესეთი პატარა ფრაგმენტი გვაქვს. შედარებით დიდი ფრაგმენტი. და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი. დღეს ამითი დავამთავრებ საუბარს და შეგახსენებთ, რომ დღეს არის ხსენება, ვიზიც ადრე ქონდა ნასაუბრები, წმინდა ევტიქიანუსი რომის პაპი, წმინდა საბუნუს პოლეტოელი, წმინდა ნილუს ტოლობენელი, ამაზე ადრე ქონდა ნასაუბრები და დღეს ვისაუბრეთ წმინდა ამბროსი მედიოლანელი, წმინდა იღუმენია ბურგუნდოფარა, ანუ ფარემუტიელი, წმინდა მარტინ სოჟონელი და წმინდა იონე მარხველი. ასევე 5 დეკემბრის წმინდანებზე ვისაუბრეთ, ეს არის წმინდა კრისპინა და წმინდა პოტამია, თაგორელები. და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი. მე კი ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.